გამარჯობა, მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო. მე გახლავართ მაკა ბრეგაძე, ეს ჩემი საავტორო გადაცემაა სტუმრად მაკა ბრეგაძესთან, რომელიც ყოველ კვირას საღამოს 8 საათზე გადის. როგორც ყოველთვის ტრადიციას არ ვარღვევ და შეგახსენებთ ჩვენი ტელევიზიის შესახებ თუ როგორ უნდა ნახოთ ჩვენი გადაცემები, მაგთიზე ნომრით 46, სილქნეძე ნომრით 259, ახალ ქსელებზე ნომრით 292, ვართ ასევე მაი ვიდეოზე, გვაქვს Facebook და YouTube გვერდი, სადაც იტვირთება ჩვენი საავტორო გადაცემები და რა თქმა უნდა 24 საათიან მაუწყებლობაზე ვართ და სატელიტურ მაუწყებლობაზე, სადაც ყველა ქვეყანასა თუ ქალაქში შეგიძლიათ ქართული ტელეს გადაცემების ნახვა. რაც შეეხება დღევანდელ ჩემს სტუმარს და ჩვენს გადაცემას, ძალიან საინტერესო ეთერი გერით წინ მინდა გითხრათ და ჩემი დღევანდელი სტუმარი გახლავთ ადამიანი, რომელიც ძალიან ხშირი სტუმარია ჩემი გადაცემის, ყოველთვის საინტერესო თემებით არის წარმოდგენილი იმ თემებით, რომელიც ჩვენი მოსახლეობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, აქტუალურია და საინტერესოა. ჩემი დღევანდელი სტუმარი გახლავთ უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძე. მოგესალმებით, დიდი მადლობა მობრძანებისათვის ჩემს გადაცემაში. როგორც ყოველთვის მიხარია თქვენი მოსვლა, იმიტომ რომ ძალიან კარგი ადამიანი ბრძანდებით, როგორც პიროვნულად, ასევე რა თქმა უნდა თქვენი საქმიდან გამომდინარე და თქვენი მოღვაწეობიდან და ისტორიიდან გამომდინარე და რაც თავარია ყოველთვის საინტერესო თემებით ბრძანდებით ჩემთან სტუდიაში. როგორ ბრძანდებით? პირველ რიგში მინდა დავლოცოთ მთელი საქართველო და დავლოცოთ ქართველი ერი. ჩვენ ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. მძიმე განსაცდელებს გავდივართ და ეს მძიმე განსაცდელები დიდი ხნის წინ, 10 წლის წინ, 8 წლის წინ ჩვენმა დიდმა პატრიარქმა განაცხადა, რომ ჩვენ ჟამში ვართ უკვე შესული და ეს განსაცდელები იქნება და ჩვენ წმინდა წერილის სახარება გვასწავლის, რომ გადარჩება ის, ვინც ბოლომდე დაითმენს ამ განსაცდელებს. განსაცდელების დათმენა ძალიან მძიმე პროცესია, ადამიანურ ძალებს აღემატება, მაგრამ ამ განსაცდელებს აქვს როგორც ხორციელი მხარე, ასევე სულიერი მხარე. სულიერი მხარე, მე ახლა როგორც უფლებადამცველი ისე ვისაუბრებ, ჩემი სასულიერო მდგომარეობა ამ მდგომარეობაში ხალხი რო არ შევიდეს შეცდომაში, მე აქ როგორც იურისტი და უფლებადამცველი ისე მოვდივარ და აქ არის ესეთი ძალიან რთული საკითხი. მე წინასწარ განვაცხადებ სანამ ძირითად სათქმელზე გადავიდე. მე მინდოდა თემა მეხსენებინა, მაინც რომ იცოდეს ჩვენმა მაყურებელმა, ეს არის გაყიდული მიწები, საქართველოს გაყიდული მიწები და საშიში დემოგრაფიული მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში. მოკლედ ორ ურთულეს და ესე ვთქვათ უმძიმეს თემას უნდა შევეხოთ და ძალიან საინტერესო თემას, რომელიც ძალიან საინტერესო და აქტუალურია ჩვენი მაყურებლისათვის. როგორც წესი დავაკვირდეთ საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს, ჩემმა უფალმა ღმერთმა ინება და ყველა პოლიტიკური მოვლენის და ყველა გარემოების შუაგულში აღმოჩნდი, ასე იყო ალბათ ღვთისგან საჭირო, მაქვს ნანახი 9 აპრილი როგორ იყო, მაქვს ის საშინელება, რაც კანონიერ ხელისუფლებას დამართეს, ყაჩაღებმა, ბანდიტებმა კანონიერად არჩეული ხელისუფლება ერთადერთი პატრიოტი ქართველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ჯერ ძალადობრივი გზით ჩამოაგდეს და მერე დევნეს და ფიზიკურად მოკლეს ადამიანი და იმ საშინელი ტრაგედიის შემდეგ საქართველოს მდგომარეობა დადგა დიდი განსაცდელის წინაშე, იმიტომ რომ ხელში ჩაიგდეს ხელისუფლება ედვარდ შევარდნაძის სახით, ხელში ჩაიგდეს ხელისუფლება სოფლიო გლობალისტურმა ძალებმა საქართველოს 30 წლის განმავლობაში, რაც გამსახურდია ჩამოაგდეს, მართავენ სოფლიოს გლობალისტური ძალები. ეს რომ ასე იყო, ჩვენ ვიცოდით, ვისაც შუა მოგვეკითხება, ეს რომ ასე იყო ვიცოდით, მაგრამ ამის აღიარება არ უნდოდა არც ერთ ხელისუფლებას. ედვარდ ამბროსევიჩის დროს ის უნდა განვაცხადოთ, რომ ედვარდ ამბროსევიჩი იყო ყველაზე დიდი დამაქცევარი საქართველოს ისტორიაში და ამ დამაქცევარმა გამოზარდა მასზე უარესი დამაქცევარი მიხეილ სააკაშვილის სახით. და მე სანამ ძირითად სათქმელზე გადავალ, უნდა თქვა, რომ ვინმემ რო არ იფიქროს, რომ მე რო არ მიმაწებოს, მე რომ ეს ნაციონალური მოძრაობის მხარეს არის,
ეს ლიბერალური დღის ეს რიგის მხარეს არის, საჯაროდ ვაცხადებ, რომ მე მაშინაც დიდ პატივს ვცემდი 2012 წელს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ამიტომაც დაუჭირე ქართული ოცნებას, მე ქართული ოცნების წევრი კი არა ვარ, მე დამფუძნებელი ვარ ქართული ოცნების და თუ ქართული ოცნებას დაავიწყდა ეს ჩაიხედონ სადაბრძნულო დოკუმენტებში, მე ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ და მე ვიყავი ყველაზე რთული უბნის დიდუბეში მებარა დიდუბე მოიგო ჩემ მიერ მიყვანილმა ხალხმა. აგერ ბრძანდება ირმა ზავრადაშვილი, პარლამენტის წევრია და თქვას რა ომი გადავიტანეთ ჩვენ დიდუბეში. დიდუბე მოვიგეთ ჩვენ, მაგრამ რეალურად ის რისთვისაც ჩვენ ვიბრძოლეთ, ანუ სამართლიანობის აღდგენა. სამართლიანობის აღდგენა მარტო სამართლებრივი პროცესი არ არის. სამართლიანობის აღდგენა არის ფიზიკური პროცესი. ანუ სამართლიანობის აღდგენა მარტო იმ ხალხის დასჯას კი არ ითვალისწინებდა, ვინც სამართლიანობა დაარღვია. სამართლიანობის აღდგენა ითვალისწინებდა იმ პოლიტიკური მიმართულების შეჩერებას და შემოტრიალებას ქართული ინტერესებისკენ, რაც შემდეგში ქართული სახელმწიფოს აშენებას უზრუნველყოფდა. ჩვენ მივიღეთ საპირისპირო. ანუ უყურეთ რეალურად რა აღმოჩნდა. ესე იგი, ძირითად საქმემდე სანამ მივალ, მე ვიტყვი, რომ რეალურად ქართული ოცნების ხელისუფლება 2012 წელს ვინც მოვიდა ქართული ოცნების სახელით, სულ ყველა ქართული ოცნების საწინააღმდეგო ბანაკშია ახლა და ებრძვის ქართულ ოცნებას. დავაკვირდეთ, მაგალითად, დიდუბეში ვახტანგ ხმალაძე, რესპუბლიკური პარტია. რესპუბლიკური პარტია ბოლო 7 წლის განმავლობაში ოპოზიციაშია და ქართულ ოცნებას ებრძვის. რატომ? იმიტომ რომ რესპუბლიკური პარტია იყო აგენტურა. ამერიკისა და ევროპის აგენტურა. უშუფაშვილები, ხიდაშლები, ძმები ბერძენიშვილები და მთელი სასტავი რესპუბლიკური პარტიის იყო უცხო ქვეყნის აგენტურა. მაგალითად, ირაკლი ალასანიას პარტია. სად არის ირაკლი ალასანია? ამერიკაში. ირო გოგოაძე სად არის? ებრძვის და ის ბუსა თუ ვიღაცა საგარეო საქმეთა სამინისტროში რო იყო და თვითონ საგარეო საქმეთა მინისტრი სად არის? სულ ყველა დაპირისპირებულია. სად არის, თქვათ, თამარა ხიდაშელი, რომელიც საგარეჯოში დეპუტატად გაიყვანა ქართულმა ოცნებამ 2015 წელს, ებრძვის ქართულ ოცნებას. სად არის ჩუბოშვილი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო, ებრძვის ქართულ ოცნებას. სად არიან ის ხალხი, ვინც ასე რომ ვთქვათ, ქართულმა ოცნებამ წინა პლანზე დაგვიყენა, ჩვენზე წინ დააყენა. სულ ყველა ებრძვის ქართულ ოცნებას. რატომ? ისინი უცხო ქვეყნის აგენტურა იყო და ქართული ოცნების ხელისუფლებამ ვერაფრით ვერ აღიარა ბოლო მომენტამდე, სანამ ამერიკაში არ შეიცვალა ხელისუფლება და სანამ ამერიკაში კონსერვატიულად განწყობილი პრეზიდენტი არ მოვიდა და თვითონ არ განაცხადა, სანამ ამერიკიდან ტრამპმა თვითონ არ თქვა, რომ ჩვენი ქვეყანა აფინანსებდა საქართველოში არეულობას და რევოლუციის მოწყობასო, ანუ ამერიკული ორგანიზაცია რო იყო ის USAID თუ რაღაცა დაიდაბა, USAID-ის ხელმძღვანელი იყო აი არაბი კაცი, რომელიც LGBT მხარდამჭერი იყო პირდაპირ, ის არაბი კაცი საქართველოში და 8 მილიონით აქ დაფინანსებული LGBT აქტივობები საქართველოში. პროპაგანდას საფინანსებდა. 8 მილიონით აქ USAID საფინანსებული. ეგრე არის მედი ამერიკის რა ქვია დემოკრატიის ინსტიტუტი, ეგრე არის ევროპის დემოკრატიის ინსტიტუტი. რეალურად ჩვენ რა მივიღეთ? ჩვენ მივიღეთ ის, რომ დღეს, აი მაგალითად გუშინ წინელ ამბავს კეთვით, გუშინ წინ პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანდებოდა შუბლაძესთან ღამის გურიაში. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამერიკის წინა ელჩიო მე პირადად მაძალებდაო, რომ სანქციები დავეწესებინა რუსებისთვისო და მუხალისეები გავეგზავნო უკრაინაში. ამას ამბობს მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ამას არ ამბობდა მაშინ, როცა წინა ელჩი აძალებდა. ეს არის ისეთი საშინელება, დანაშაულია. ეს არის ისეთი საშინელება, რომ შენ იმის გამო, რომ თანამდებობის შენარჩუნება გინდა, თურმე გაძალებდნენ ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებას და ქვეყნის წინააღმდეგ, ქვეყნის ომში შეთრევას, გაძალებდნენ და შენ ამას მალავდი და არ გვეუბნებოდი. ანუ ეს გამოდის, რომ შენც იმის მონაწილე ხარ. ეხლა ქართული ოცნება ღიად ებრძვის და ამაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ამერიკულმა მხარემ, ანუ ტრამპი რო იქიდან არ ებრძოდეს ამ ფარული დასი, deep state არის ფარული დასი. რეალურად მე ამ ყბადაღებულ deep states დავარქვი კორუფციული სახელმწიფო.
ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ჩემი სახელმწიფოს შიგნით სტრუქტურებში ხედავ კორუმპირებული ხალხი, რომლებიც ჩემი ქვეყნის ფულით აფინანსებდნენ სხვა ქვეყნებში არეულობებს, აფინანსებდნენ LGBT პროპაგანდას, აფინანსებდნენ იმ ქვეყნებში არეულობის მოწყობას, რევოლუციებს, ეს უკვე აღიარებულია, კაცო. აი ეს არის ისლამის სამართლის დანაშაული. დიახ, აი კონკრეტულად თემაზე რომ გადავიდეთ. ხო, აი ეს არის მთავარი საკითხი და ახლა ეს რატომ მოვყე? ქართული ოცნების ხელისუფლება მთელი 2022 წლის ჩათვლით 2020 წარმოიდგინე ბოლო 2 წელიწადია ცოტა მოვიდნენ გონზე, ცოტა. იმიტომ რომ დაემუქრათ საშიშროება ჩამოგდების, ანუ ხელისუფლების დამხობის საშიშროების გამო მოვიდნენ გონზე, თორემ ისინი გურცფელი პატრიოტები კი არ არიან, ჩამოგდების გამო მოვიდნენ გონზე და რეალურად 2022 წლის ჩათვლით ქართული ოცნების ხელისუფლება პირდაპირ ასრულებდა deep state-ის, ანუ ფარული დასის დავალებებს, ღიად და საჯაროდ და ქართველი ერის საწინააღმდეგო საქმიანობას ეწეოდა. ერთ-ერთი ასეთი ქართველი ერის საწინააღმდეგო საქმიანობა არის ის, რისთვისაც თქვენთან მოვედი, საქართველოს მიწების, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეო მიწებისა და სხვა ქონებების ხელაღებით გაყიდვა. და ამ ხელაღების გაყიდვის ტენდენცია იმდენად ფართო მასშტაბი მიიღო, რომ რეალობაში ჩვენ გვაქვს ქვეყნის ტერიტორიის ფიზიკური დაკარგვის საშიშროება. ის რაც რუსეთმა ომით დაიპყრო, ვიცით 20%, მაგრამ საქართველოს ფიზიკური ტერიტორიის სასარგებლო მიწების ნებით სასარგებლო მიწების 38 მილიონი კვადრატული მეტრი გაყიდულია უცხოელებზე და ამას მე კი არ ვამბობ. ამას ამბობს საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ფაქტობრივი მტკიცებულება, რომელსაც 5 წელიწადია ვიკვლევ, 28000 ამონაწერი მაქვს და ამას მიემატა ბოლოს უკვე 27 იანვარს მიემატა უფრო დიდი საშინელება, რის გამოც გადავწყვიტე, რომ თქვენ გადაცემაში მოვსულიყავი. წინა კვირის პოსტსკრიპტუმში იყო, მე ეს მეგონა ნაციონალური მოძრაობის მოგონილი ყალბი ინფორმაცია. რასაც ახლა გავაჟღერებ, ეს მე ყალბი ინფორმაცია მეგონა და ვიცავდი ქართულ ოცნებას, რომ არა ქართული ოცნება მაგას არ იზამდა მეკი. და წინა კვირის პოსტსკრიპტუმში იყო გამომიგზავნეს ეს ჩანაწერი, რომ თურმე ირაკლი ღობახიძემ 27 იანვარს, ანუ ნინოობას, დუბაიში ხელი მოაწერა გრანდიოზულ პროექტს 6 მილიარდი დოლარის დაფინანსების თაობაზე და აი ზარზე იმით ისე იმის ის, რომ 6 მილიარდი დოლარი ინვესტიცია შემოვიდა საქართველოში. და რა აღმოჩნდა ეს ინვესტიცია? აღმოჩნდა ინვესტიცია, რომ სინამდვილეში ინვესტიციის შემოტანის მაგივრად ქართული ოცნების ხელისუფლებამ დუბაიში მოქმედ ერთ-ერთ შეიხს, რომელიც არის ბურჯი ხალიფას ამშენებელი და პატრონი და დიდი ფინანსური რესურსის 100 მილიარდი დოლარის პატრონი, მუჰამედ ალი რაშიდ ალ-აბარი მიყიდა ბათუმთან ახლოს გონიოში ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე 250 ჰექტარი და მიყიდა ფონიჭალაში 150 ჰექტარი მიწა და გაფორმდა ხელშეკრულება ამ მიწების ამ კომპანია, ორ კომპანია არის, ორივე ამ მუჰამედ ალი რაშიდ ალ-აბარის დაფუძნებულია. ერთი არის MI Group Property, ეს უშუალოდ რომლის დამფუძნებელიც არის ეს მუჰამედ ალი რაშიდ ალ-აბარი და არის ამ MI Group Properties დეველოპერული კომპანია, რომელიც შენებლობებს აწარმოებს, ესეც მუჰამედ ალი რაშიდ ალ-აბარის არის დიდი დეველოპერული კომპანია იგლი ჰილსი. და გამოვიდა ტელევიზიით, ანუ რუსთავი 2-ის ტელევიზიით პოსტსკრიპტუმში გამოვიდა ეს მუჰამედ ალი რაშიდა და ამბობს ესეთ რამს. მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმითო, რომ საშუალება მომეცაო ბათუმშიო და თბილისშიო განმახორციელო გრანდიოზული პროექტებიო და ნახეო ბათუმში ყველაფერიო და ბათუმი არის მარგალიტიო შავი ზღვის პირასო და აღფრთოვანებული ვარ იმითო, რომ
250 ჰექტარი გადმომცესო გრანდიოზული პროექტისთვისო და თბილისშიო 150 ჰექტარიო და მე გავაგრძელებო გრანდიოზული პროექტების განხორციელებას. ანუ ჩვენი ისტორიული მტერი არაბი შეიხი მუჰამედ ალი რაშიდა გვეუბნება ალაბარი გვეუბნება რომ რა კარგი ქენით 250 ჰექტარი ბათუმში რომ მომყიდეთ და 150 ჰექტარი თბილისში რომ მომყიდეთ მე კიდევ გავაგრძელებ ყიდვას თქვენ თავარია მომყიდეთ ანუ რომ დავაკონკრეტოთ უკაცრავად ჩაგერთვებით რომ დავაკონკრეტოთ ეს 6 მილიარდი გადახდილია მიწაში, ხო? ანუ 6 მილიარდი 250 ჰექტარში. 6 მილიარდი დოლარი რეალურად ინვესტიცია კი არ არის. არის თანხა გადახდილი. ეს არის თანხა, რომელიც ამ მუჰამედ ალი რაშიდამ გადაიხადა ამ 250 ჰექტარში და 150 ჰექტარში ფონიჭალაში. გასაგებია. ანუ ჩვენმა ძვირფასმა ხელისუფლებამ სამწუხაროდ მოგვატყუა. მე მესმის ხელისუფლებისა ძალიან კარგად მესმის. მესმის რომ საქართველოში ეკონომიკა არ მუშაობს. საქართველოში არ გვაქვს მძიმე მრეწველობა, მაგალითად მძიმე მრეწველობაში რუსთავში მეტალურგიული ქარხნის წარმოება ეკუთვნის ინდოელ ინვესტორს. ანუ მეტალურგიული ქარხანა მიხეილ სააკაშვილმა მიყიდა ინდოელებს 2010 წელს. მიხეილ სააკაშვილმა რომ დააშავა ეს და ჩვენი ყველაზე დიდი საწარმოო პოტენციალი მეტალურგიული ქარხანა მიყიდა ინდოელებს და ინდოელია ახლა ის პატრონი და ის უშვებს მეტალურგიულ ქარხანაში იმას რა ქვია არმატურას. კარგია, მაგრამ ინდოელისა. ასევე რომელი არ არის უცხოელისა. ვისი არის ბორჯომი? ბორჯომი გაყიდულია უცხოელებზე. ვისი არის თბილისის წყალი? ვისი არის ელექტროენერგიის მომწოდებელი კომპანიები? ანუ ეს ყველაფერი და ასე შემდეგ რომ გავაგრძელოთ, ეს მისამ დააშავა მაშინ და ისინი აგრძელებენ. მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს ჩვენი ძვირფასი ხელისუფლება რომელსაც წესით ეს უნდა შეეჩერებინა და მე ძალიან წუხარ ამაზე, იმიტომ რომ მეც მაქვს მონაწილეობა მიღებული ამათ მოყვანაში. ესენი უფრო ღრმა სტანდარტზე გადავიდნენ და საწარმოო დაწესებულებები რო აღარ არის გასაყიდი და მიმზიდველი პირდაპირ მიწებს ყიდიან და ამით დავინტერესდი და მივმართე პრემიერ-მინისტრს. რა უნდა აშენდეს? ამ მუჰამედ ალი რაშიდ ალაბარი და MISMI გრუპი და იგლი ჰილსი აპირებს გონიოში ააშენოს მეგა ქალაქი. ახლა დავსვათ კითხვა. არაბული ქალაქი. მეგა ქალაქი, არა, დავსვათ კითხვა. მეგა ქალაქი ისეთი, ჩვენ ავაშენოთ ბურჯი ხალიფაო. ჩვენ ავაშენოთ იშვიათი რაღაცებიო და აჩვენეს ის რაც იმაში დუბაიში აქვს დაშენებული. დიდებული. მაგრამ ისინი იმათ ააშენეს არაბებისთვის. და მუჰამედ ალი რაშიდა ახლა რომ ააშენებს გონიოში ამ მეგა ქალაქს, კვადრატული მეტრა ეღირება $3000. ახლა ვინმე მითხრას, ქართველი კაცის ფინანსური მდგომარეობა შეძლებს იმას, რომ $3000 კვადრატულ მეტრში გადაიხადოს, რამდენი პროცენტი გადაიხდის ამას? 1? ან 2? დანარჩენი 98% ხო ამას ვერ იყიდის. ვინ იყიდის? იყიდის არაბები. ანუ მუჰამედ ალი რაშიდა მიპირებს, რომ გონიოში აგვიშენოს მეგა არაბული ქალაქი. და აგერ იმაში აგვიშენოს, აგერ ფორიჭალაში აგვიშენოს მეგა არაბული დასახლება. მინდა ეს? აი გეკითხებით, ახლა ამას ვინც მოისმენს ტელევიზიით, ქართველებს მივმართავ. მე არც ერთი ეროვნება არ მძულს. არც ერთი ეროვნების წინააღმდეგი არ ვარ. ამის მაგალითად მოგიყვანთ, რომ ქართველი ერი იმდენად ჯულშემწყნარებელი ვართ, აქ პრაქტიკაში დამკვიდრებულია არასწორი სიტყვა ტოლერანტი. ტოლერანტობა არ არის სწორი. ტოლერანტობა არის მიუღებლობის მიმღებლად ჩათვლა. არა, ჩვენ ვართ ჯულშემწყნარებელი ერი და რანაირი ერი ვართ ჩვენ. შეხედეთ, როდესაც დადგები მეტეხის ტაძრის გალავანზე და გახედავ სიონისკენ სულ რაღაც 5 კვადრატულ კილომეტრში დგას ძალიან ბევრი ქართული ეკლესია, მართლმადიდებლური შეგვეციოს ყველას მადლი. დგას სომხური ეკლესია, დგას მეჩეთი და
ებრაული სამლოცველო და სინაგოგა. აი წარმოგიდგენიათ, რომ 5 კვადრატულ კილომეტრში ეს ყველაფერი ერთად დგას საუკუნეების განმავლობაში. 14-15 საუკუნეა დგას და არც ერთი რჯულის კაც საქართველოში აღსარებლობის დროს არც ერთის დევნა არ განხორციელებულა რწმენის გამო. ჩვენ არც ერთი ეროვნება არ შევივიწროებია და ეს იყო მაშინ, როდესაც ყველა მათგანი ფიზიკურად გვესხმოდა თავს და გვაოხრებდა. ჩვენ მათ რწმენას მაინც არ ვდევნიდით. და ახლა მუხამედ ალი რაშიდა მიპირებს ააშენოს დიდი მეგაქალაქი თან ბათუმში, იქ სადაც უკვე თურქული ექსპანსია არის თლიანად განხორციელებული. რაღაცა პატარ-პატარა კი არა, აჭარა ფიზიკურად ჩვენი აღარ არის. აჭარაში რაც თუ შენობა ნაგებობა დგას, რაც თუ ბიზნესი მუშაობს, რაც თუ წარმოება არის, დაწესებულება არის, ყველაფერი 90% ეკუთვნის თურქებს. უკვე გადავება თურქეთი რო ჩვენი ტერიტორია. უკვე გადავება კი არა, საჯაროდ ვაცხადებ. ამოიღეთ და გააშუქეთ თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის ინტერვიუ, რომელიც 5 წლის წინ იმაში ტრაპზონში კონფერენციაზე განაცხადა. ოსმალურ იმპერიას ეკუთვნოდაო ბათუმის ოლქიო, ოზურგეთიო და ახალციხე ახალქალაქიო. ანუ ერდოღანმა თქვა, რომ ის ტერიტორიები ჩვენია და თქვენ ვინახართ მან, როცა მინდა მაშინ შემოვალ და წავიღებ. მაგრამ თანამედროვე ექსპანსიის ფორმა არ არის საომარი. ეს არის ეკონომიკური ექსპანსია. საქართველოს ხელისუფლების უვარგისობის გამო, მაგალითად მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ ახორციელებდა ქართველი ერის გენოციდს. მე არაერთხელ მაქვს ნათქვამი, ქართველი ერის გენოციდი იყო 300,000 კაცის ციხეში ჩაკრა, ცემა, წამება და ამას ახორციელებდა მიხეილ სააკაშვილი პროკურატურის და სასამართლოს მეშვეობით. სად არიან ის ხალხი? ქართულმა ოცნებამ გადმოიბარა, ახორციელებდა გენოციდს. მიხეილ სააკაშვილმა თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში საგამონაკლისო წესით, უყურე, მიხეილ სააკაშვილი ცდილობდა, რომ რადიკალურად შეეცვალა დემოგრაფიული მდგომარეობა. ანუ საქართველოში რაც შეიძლება მეტი უცხოელი ჩამოესახლებინა და ამას მიხეილ სააკაშვილი არც მალავდა, საქართველოშიო სინგაპურიზაცია უნდა გავაკეთოთ. და სინგაპურიზაცია არის ასეთი. სინგაპური არის ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა, მაგრამ სინგაპურელები წარმოადგენენ მხოლოდ 15% სინგაპურში და ისინიც მხოლოდ მოსამსახურე სფეროში არიან დასაქმებული. ანუ სინგაპურის ტერიტორიისა და ეკონომიკის 95% აქვთ უცხოელებს დაპყრობილი. ანუ მისას უნდა ამის განხორციელება. და ამის განსახორციელებლად კაცმა 9 წელიწადი პრეზიდენტობის პერიოდში პირდაპირი წესით, საგამონაკლისო წესით 53,118 კაცს მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა. ისეც, რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს საქართველოსთან, მათ შორის 13,000 თურქს. და ამაში ჩემი აზრით დიდი ეკონომიკური დაინტერესება ჰქონდა. პოლიტიკურიც, მაგრამ ეკონომიკურიც. აღნიშნულით მივმართე განცხადებით საქართველოს პროკურატურას და 6 თვე გადის და არავინ არ იძიებს. რატომ? იმიტომ რომ თვითონაც მონაწილეობდნენ ამაში. მაგრამ უყურეთ ახლა ქართული ოცნების ცრუ დაპირებები. მარგველაშვილი რო გახდა პრეზიდენტი, ეს ხო უნდა დამთავრებულიყო. მარგველაშვილმა და ამ ნაგიჟარმა ქალმა, მე ბაბაიაგა დავარქვი სალომე ზურაბიშვილს, ამ ბაბაიაგა ქალმა პრეზიდენტობის პერიოდში 29,562 კაცს მიანიჭეს საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობა. ანუ სამმა პრეზიდენტმა 83,000 კაცს მიანიჭა საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობა. ეხლა რომ გაიგოს ხალხმა რა არის საგამონაკლისო წესი. ანუ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა არის სხვა წესი. ანუ ის პირი, ვინც იყო საქართველოს მოქალაქე, იმას რომ აღუდგენ მოქალაქეობას, ის სხვა წესია. განსაკუთრებული წესით მინიჭება სხვა წესია, ანუ დამსახურება რო აქვს რაღაცა, მაგალითად სპორტსმენი, რომელიც საქართველოს სახელით გამოდის შეჯიბრებებზე, იმას უნდა მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა. მაგრამ
საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება არის სპეციალური წესი და ეს ნიშნავს იმას, რომ ის ადამიანი, ვისაც საგამონაკლისო წესით ანიჭებ, რაღაცა განსაკუთრებულ ფასეულობას უნდა წარმოადგენდეს საქართველოსთვის, რომ მიანიჭო მოქალაქეობა. და მიხეილ სააკაშვილმა 53118 შემთხვევაში მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა და არც ერთი არ დაასაბუთა. ეს დასაბუთებას მოითხოვს. გიორგი მარგველაშვილმა მიანიჭა და სალომე ზურაბიშვილმა ასეთი წესით მიანიჭა 29562 კაცს და არ დაასაბუთა. გენოციდია ეს. ეს არის ქართველი ერის გენოციდი. დემოგრაფიული მდგომარეობის შეცვლა საუარესოდ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან ცუდია, რასაც ახლა ვფიქრობ და მე მგონი ცოტა რეალობასთან ახლოს არის. ჩვენი მოსახლეობის, ესე ვთქვათ, გარკვეული პროცენტი, ჯერ 3,5 მილიონი უკვე აღარც ვართ, იმიტომ რომ ჩვენი უმეტესობა საზღვარგარეთ წასულია ემიგრაციაშია და შრომობს, ესე ვთქვათ, გვაკლია ხო ეს ადამიანები ჩვენს ქვეყანაში. სადღაც ალბათ 1-5 წელიწადში, ალბათ 7 წელიწადში ქართველებზე მეტი ალბათ სხვა ქვეყნის მოქალაქეები იქნებიან საქართველოში. ეს სტატისტიკა გამემაგრებინა, რომ ეს არ არის ცარიელი სიტყვები, წამოვიღე უშუალოდ გაცემული დოკუმენტაცია საჯარო რეესტრიდან, რომელიც ადრეც მithქვამს და გეტყვით. ახლა უყურეთ, როგორ საშინლად არის საქართველოს შიდა მდგომარეობა. მაგალითად 2022 წლის 19 ოქტომბრის მდგომარეობით უცხოელებზე მარტო მოქალაქეებზე გაყიდულია 25523 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დაკვეთი. გაყიდულია 11393 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დაკვეთი. გაყიდულია 566 კომერციული ფართი და 59728 ბინა. ეს მარტო მოქალაქეებზე. გაყიდულია მათ მიერ დაფუძნებულ ფირმებზე 7710 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დაკვეთი. 12452 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დაკვეთი. 2186 კომერციული ფართი და 56930 ერთეული ბინა. ახლა ეს რომ დავაბრალოთ ნაციონალურ მოძრაობას, იმიტომ რომ იმ დროს ძალიან ბევრი რაოდენობით მიწები იყიდებოდა. დავინტერესდი 2022 წლიდან რა სტატისტიკა გქონდა. მარტო 2 წელიწადში 2022 წლიდან 2024 წლის ჩათვლით გაყიდულია 11223 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დაკვეთი. გაყიდულია 3788 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დაკვეთი. გაყიდულია 13234 მიწის დაკვეთი, რომელზეც დგას შენობა ნაგებობა. და გაყიდულია 47328 ბინა ერთეული, მარტო 2 წელიწადში. ნუ ეს არის უკვე კატასტროფული მაჩვენებელი ნამდვილად. მე ამას ახლა იმიტომ ვაჟღერებ, რომ მადონი პრემიერ-მინისტრის მიერ 27 იანვარს გადადგმულმა ნაბიჯმა 6 მილიარდი დოლარის სანაცვლოდ 250 ჰექტარი გონიოში და 150 ჰექტარი იმაში, რა ქვია, პონიჭალაში მიწის მიყიდვამ ამან დაუშვა წერტილი იმ ილუზიებს, რომ ხშირად მქონდა ეჭვი, რომ ამას ქართული ოცნება არ აკეთებს და ამას აკეთებს ვიღაცა ქართული ოცნების საზიანოდ. და მე დავფიქრდი, კაცო, და მივედი ერთ მარტივ დასკვნამდე. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. მე აღვნიშნე, რომ ბატონ ბიჯინა ივანიშვილს ახლაც პატივს ვცემ. ბატონ ბიჯინა ივანიშვილს აქვს უდიდესი დამსახურება ქართული ერის წინაშე, მილიარდობით ფული აქვს დახარჯული და ძალიან დიდ პატივს ვცემ ირაკლი ღარიბაშვილს, მართლმადიდებელი კაცია, ქართული კაცია, პატრიოტი კაცია და გამახსენდა, რომ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში სამჯერ იყო საუდის არაბეთში. ბევრჯერ მიდიოდა და მოდიოდა და ერთხელ ახსენებს ანა, რომ 2 მილიარდი დოლარიო ინვესტიცია შემოიტანეთ. იქიდან. 2 მილიარდი დოლარი გამეხარდა ახლა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკასთან. 6 მილიარდიც გამეხარდა, კაცო, მე არ ვარ წერი. მაგრამ მაშინ არ მივაქციე ყურადღება, რომ 2 მილიარდი დოლარი ახლა არაბი 2 მილიარდ დოლარს ისთვის მოგცემს. რა თქმა უნდა. თუ რაღაცა არ მიხდი ინტერესი თუ არა. მაგრამ მაშინ არ მივაქციე ყურადღება. არ მივაქციე ყურადღება, რომ იმ 2 მილიარდის სანაცვლოდ რა მიხდეს. ახლა დავინტერესდები, რომ მაშინ რა მიყიდეს, მაგრამ ახლა უკვე ეს ღიად და საჯაროდ გითხრეს,
რომ 6 მილიარდის სანაცვლოდ 250 ჰექტარი გონიოში გადასცეს და 150 ჰექტარი ფონიჭალაში. ანუ ჩვენი ხელისუფლება ღიად გადასულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გაყიდვაზე. ნუ ხელისუფლება როგორც წესი იცით რომ დროებითია. ან 4 წლით არის, ან 8 წლით ქართული ოცნება არის გამონაკლისი, რომელმაც 12 წლის განმავლობაში შეინარჩუნა ხელისუფლება და მესამე კრუგზე წავიდა. ხო, მაგრამ საქართველოს ხო მუდმივი გაყიდება ეს მიწები. მაგალითად ედუარდ ამბროსიჩი შევარდნაძე ქვეყნის დამაქცევარი იყო 30 წელიწადი, 29 წელიწადი იყო ქვეყნის ხელისუფლებაში. რაც ქვეყნის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ედუარდ შევარდნაძემ დამართა ქართულ ერს, მაგას ჩვენ ერთი 100 წლის განმავლობაში ვერ გამოვასწორებთ. ედუარდ შევარდნაძის სინდისრია აფხაზეთის დაკარგვა. ედუარდ შევარდნაძის სინდისრია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაჩანაგება, იმიტომ რომ პრივატიზაცია რეალობაში იყო პრიხვატიზაცია. ანუ პრიხვატიზაცია რა არის? მისაკუთრება. ანუ ედუარდ შევარდნაძემ შეგნებულად თავის ტაშის დამკვირვებლებს შეგნებულად აჩუქა საქართველოს ეკონომიკის უდიდესი ნაწილი კაპიკებად. ის ერთი დამაქცევარი ყავდა, მეორე დამაქცევარი გიჟი, რომელიც აგერ საავადმყოფოშია წამოწოლილი, სხვათა შორის არ უნდა მიხაროდეს, არ შეიძლება რომ მიხაროდეს ადამიანის ციხეში გაშვება, მაგრამ ქართული ოცნების ხელისუფლება ერთი კარგი რამე ქნა. ერთმა აი უცნაურმა მოსამართლემ, რომელიც სხვათა შორის მიშას დანიშნულია, ბადრიკო ძრამაზაშვილი და მიშას მადიდებელი იყო ბადრიკო ძრამაზაშვილი, ბადრიკო ძრამაზაშვილმა თავის თავს გადაახტა და ეგრეთ წოდებული პიჯაკების საქმეზე 9 მილიონი ლარის გაფრამისთვის 9 წელიწადი მიუსაჯა მიშას. წესით არ უნდა მიხაროდეს, მაგრამ გამეხარდა. ერთადერთი რაც ქართული ოცნების ხელისუფლებამ გააკეთა სამართლიანობის აღდგენის კუთხით, მიშას მიუსაჯა 9 წელიწადი. 6 წელიწადი რომ ხონდა მის ჭილი ბრასდებოდი. იმიტომ რომ კაც სამუდამო პატიმრობა უნდა ხონდეს მის ჭილი. ცოტა დრო დაგვრჩა 10 წუთი დაგვრჩა მხოლოდ და მე მინდა შევეხო ამ თემას. მიწებთან დაკავშირებით გვაქვს დღეს ძირითადად ეს გადაცემა და მინდა შევახსენო მაყურებელს და თქვენს გეცოდინებათ რა თქმა უნდა თბილისის მერის კახა კალაძის ბრძანებასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავდა იმ თემას, რომ მოსახლეობისთვის, რომლებიც ვერ იმტკიცებდნენ საცხოვრებელ ფართებს, სიმბოლურ ფასად ლარად უნდა გადასცემოდათ ეს ფართები, ხომ? აქ იყო რაღაც აზრის სხვადასხვაობა. იყო ეს შეეხებოდა მიწებს, დაუშვათ მიწაზე, მითვისებულ მიწაზე, აი რომელიც რამოდენიმე წელია უკვე ოჯახს აქვს და იქ სახლი აქვს აშენებული და იქ ცხოვრობს, თუ კონკრეტულად აი ლტოლვილები, რომლებიც შესახლებულები არიან სხვადასხვა ბინებში და ის დაიმტკიცეს. მაგრამ მომიწია გამგეობაში მისვლამ და ვიკითხე ეს ამბავი და ნუ აღმოჩნდა ისე, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ საცხოვრებელი ფართებზე, რომელიც დაუშვათ მითვისებული ჰქონდათ ან ლტოლვილს და ან დაუშვათ ესეთ დაუცველ ადამიანებს წლების განმავლობაში დაუკანონეს ეს მოკლედ თქო აი ეს შენობები, საცხოვრებელი ფართები. ეხლა რაც შეეხება მიწებს, თქვენ ბრძანეთ რომ 6 მილიარდი მიყიდეს მიწები. ეხლა ისმის კითხვა. ქვეყანაში სადაც უამრავი მიწა, რომელიც არ გამოიყენება, ხო? მაგალითად ვიტყვი, დიდუბის რაიონი არის მთაწმინდის რაიონი, ხო? ძალიან ბევრი ადგილი არის, ხო? იქ ადამიანებს აქვს, პირადად ძალიან ახლოს ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც აქვს თავიანთი კუთვნილი მიწის ნაკვეთები, ხო? რამოდენიმე 1000 კვადრატული და ასე შემდეგ, ხო? მეტიც. ადამიანები, რომლებიც 1965-70 წლიდან პატრონობენ და არასდროს ხელისუფლება არ გამოჩენილა, არ წაურთმევია და არც არაფერი დაუვალდებულებია, ხო? არიან, ცხოვრობენ, ამუშავებენ, უვლიან, რაღაც დაამსგავსეს, რაღაცას მოკლედ და არ არის ეს რა ქვია, უღრანი ტყე და ასე შემდეგ. ამ ნაკვეთებზე ითხოვენ, რომ დაუკანონონ ეს ნაკვეთები. 1970 წლიდან არის საუბარი, რომელსაც პატრონობენ იქ და სახლიც არის და ცხოვრობენ, ხო ადამიანები? არა. მერიაში წლებია დევს განცხადება, მოთხოვნა, ასევე ქონების მართვაში და ასე შემდეგ, მაგრამ აჭიანურებენ, ხან რა დააბრალეს, რომ ეს არის სატყეო ზონა, მერე სატყეო აღარ არის დაუშვათ სხვა ზონას ეკუთვნის, ამიტომ ვერ ვამტკიცებთ, როდესაც მის გვერდით ზუსტად ნაკვეთები
ჩვეულებრივად არის დამტკიცებული, რომელიც ყოფილმა პარლამენტარებმა, ადვოკატებმა, კორუმპირებულმა ადვოკატებმა და ასე შემდეგ ადამიანებმა შეიძინეს, გაჩეხეს ტყე, შენ რო შენს ეზოში ხე მოჭრა 500 ლარით დაგაჯარიმებენ, გამხმარი ხე რომ მოჭრა და გადააგდო, ან შეშად გამოიყენო ამ ადამიანებმა, რომლებაც ძალიან დიდი 3 სართულიანი და 4 სართულიანი სასტუმროს ტიპის სახლები, ესე ვთქვათ, წამოჭიმეს და ააშენეს. ამ ადამიანებს ჩვეულებრივად რამოდენიმე ხის გაჭრაც ჩვეულებრივად აპატიეს, დაუმტკიცეს ეს ქონებას და ასე შემდეგ. ანუ იბადება კითხვა. რა ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე? ან რა ადამიანებთან და კანონთან გვაქვს ჩვენ საქმე, როდესაც ერთი და იგივე ზონაში ყოფ მიწაზე გვაქვს საუბარი. თქვენ არ დაგიმტკიცეს, მე დამიმტკიცეს. აი რატომ ხდება ეს? როგორც სწავლული იურისტი, ვიტყვი რომ ის ბუნდოვანება, რაც თქვათ მთავრობის თუ მერიის დადგენილებებში და გადაწყვეტილებებში არის, ეს ბუნდოვანება არის შეგნებულად შექმნილი ბუნდოვანება და რატომ? ქართული ოცნების ხელისუფლებას ბოლო 10 წლის განმავლობაში, სადღაც 2015 წლიდან უკვე დასჩემდა პიარ ნაბიჯების გადადგმა. ანუ რეალურად, როდესაც ბატონი ბიძინას დაპირება იყო, რომ მეოთხე წელიწადს უკვე იგრძნობთო ფულსო. ეს დაპირება ქართული ოცნების ხელისუფლებამ გაიგო სათავისოდ. ანუ მეოთხე წელიწადს იგრძნეს უკვე ფულის გემო თვითონ სათავისოდ იგრძნეს ფულის გემო. ნუ მე მიმაჩნია რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თავისი დაპირება შეასრულა, იმიტომ რომ ვინც მის გვერდით იდგა, სულ ყველა მიგრძნო ფულის გემო და იგრძნობთო ჯიბეშიო ფულსო. ამათ ფული იგრძნეს ჯიბეში კი არა, ცალ-ცალი კალოშით მოსული ხალხი, აი თქვენ ვიცით ადვოკატები, პარლამენტარები, ჩემი ძველი მეგობრები, დღეს მთავრობაში მყოფი ხალხი და პარლამენტში მყოფი ხალხი, ჩემი ძველი მეგობრები ადვოკატები დღეს არიან მილიონერი. ანუ ხალხმა როდის უნდა იგრძნოს მამა ანდრია, სამართავი და მაგას მე დავშვამ წერტილს, ქართველი ხალხი, მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ჩემი დიდი პატივისცემისა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, ეხლა არც კობახიძის მიმართ არ ვარ ცუდად განწყობილი, ახალგაზრდა კაცია, იურისტი კაცია, პერსპექტივაში შეიძლება ბევრი რამე ჰქონდეს, მაგრამ ქართული ოცნების ხელისუფლებამ შეტოპა ღრმა კორუფციულ ჭაობში. განსაკუთრებით კორუფციული ჭაობი იგრძნობა თბილისის ტერიტორიაზე, არა არც რეგიონები არ აკლებენ, მაგრამ ღრმა კორუფციული ჭაობი იგრძნობა თბილისის ტერიტორიაზე, მაგალითად ერთ-ერთ მაგალითს მოვიყვან. ჩემი დის მეზობლად ვარკეთილში, ჩემი დის მეზობლად არის წყალკანალის ტერიტორია. დიახ. და წყალკანალის ტერიტორიის გასწვრივ გადის 1200 მილიმეტრიანი 4 წლის მილი. და ვიღაც სულელმა ამ წლის მილიდან 8 მეტრში გასცა ერთი 12 სართულიანი და ერთი 8 სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა. ის შენობები უკვე აშენდა. მაგრამ უფრო დიდი სულელი გააკეთა ვიღაცა სულელმა და ამ წყალკანალის მილზე გაცემულია ნებართვა და ახლა ვიღაცები ამ მილს თხრიან და უნდა გადაიტანონ ამ კორპუსს, სადაც აპირებენ აშენებას, იქიდან 10 მეტრით იქით. ანუ რეალურად აღმოჩნდა, რომ მერიის სტრუქტურებში არის ღრმა კორუფციული ჭაობი, სადაც მე ვერ დავამტკიცებ ვერაფერს, იმიტომ რომ მტკიცებულება არ მაქვს, მაგრამ თუ ვინმე დაინტერესდება, რომ წყლის 1200 მილიმეტრიანი მილები 4 მილია, რომელიც მიდის ფონიჭალაში და რუსთავში. იმ 1200 მილიმეტრიანი მილების გვერდით 8 მეტრზე აშენდა 8 სართულიანი და 12 სართულიანი კორპუსი და პირდაპირ ზედ მილზეა გაცემული ნებართვა და ეხლა მიმდინარეობს სამუშაოები ხრიან ამას, რომ მილი უნდა ამოიღონ და იქით გადაიტანონ. ეს არის, ეს უკვე კორუფციაც აღარ არის. კორუფცია, როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ამჟამად ოპოზიციაში გადახდარი ისა რა ქვიან, გახარია იყო და აი ქართული ჯიგრულ პორტშიო. ანუ გახარია მაგიარა რომ კორუმპირებული იყო,
რა არის ახლა ქართულ ჯიგრულ კონჩი ვინმეს თუ რაღაცაო პატარა არა აი ქართულ ჯიგრულ კონჩი ვინმეს პატივიცე და გაუკეთო ეს სიკეთე შეიძლება ჩაგეთვალოს მაგრამ აღიარა აი ესეთი კორუფცია რომელსაც შენ არაბებს ყიდი ამხელა მიწებს და ქართველს მიწას არ აძლევს სადაც ხოვრობს ეს არის დიდებოდა მაშინ ეს ქართულ ჯიგრულ კონჩია კორუფცია რეალურად ახლა რასაც მე მაგალითად მოყავს ესეთი რამე მაგათაც თაზე რომ აფგანები შეგვიძლიოს ილერისთვის შობის საზარი იქიდან რომ ვეშვებით თბილისისკენ ანუ სამების დაწესება იქიდან ჩანს თბილისის იმახინჯე თბილისის დამახინჯება დაიწყო ზოდელავამ მიხეილ სააკაშვილის დროს ზოდელავამ ღრმა კორუფციულ ჭაობში შეტობა გიგი უგულავამ ისეთ ღრმა კორუფციულ ჭაობში რომ გიგი უგულავა მართლა გამორჩეული კორუმპირებული იყო თავის დროზე მაგრამ არც ერთი რამისთვის პასუხი არ უღია რაღაც სისულელების იჯდაციხეში და რეალური დანაშაულისთვის არ უღია პასუხი და ამან ახლა ნარმანიაც არ იყო თლად მაგრამ ნარმანიას დროს ჯერ კიდევ იყო მუხრუჭი ანუ რაღაც მუხრუჭი არსებობდა ნარმანიას ისეთი სიგიჟეები არ გაუკეთებია ამან ძალიან დიდი სიგიჟეები გააკეთა მაგალითად ვაკეში ვერ გაივლის ანუ ვაკეში კორპუსი დგას ხელის გაწვდენაზე ანუ მე ძველი ადვოკატი ვარ ძველი 25 წლის წინანდელი ვაცხადებ და აი ძველი 97 წელს ავიწყე ადვოკატურა ძველი ადვოკატი ვარ და მახსოვს ძველი სტანდარტები 12 მეტრი იყო კი სტანდარტი კორპუსსა და კორპუსის დაშორება მე იმ ამოსაგდებმა შევარდნაძემ 9 მეტრამდე შეამცირა ეხლა 3 9 მეტრი იყო და ეხლა უკვე სანტიმეტრებზეც 9 მეტრი იყო კორპუსსა და კორპუსის დაშორება და ეს იყო იმის გარანტი რომ მინიცობა არის რომ ან ცეცხლი გაჩენილიყო ან რაღაცა უბედური შემთხვევა მომხდარიყო იქ სასტრაფო მივიდო და იქ მივიდო და სახანძრო იქ მივიდო და დასახმარებლად ვაკეში ვერ გაივლი კორპუსი დგას ასე ერთმანეთის ხელის გაწვდენაზე და სადმე ვერ გაივლი და თან ტაქსის ბრძოლსაც კი ეზარება რომ ვაკეში დააკვირდე თბილისის გეგმას თბილისი კვადრატული მეტრი მიწა აღარ არის დარჩენილი რომელიც არ არის გაყიდული და სადაც რაღაცა დიდი მახინაცია არ ხორციელდება და კორპუსი არ შენდება და ახლა რატო გავახვილებ ამაზე ყურადღებას რო დაგვრჩა და ერთ წუთში ვიყავი რატო გავახვილებ ამაზე ყურადღებას ამ მაგალითად ავიღოთ დირსი აი 31 ქართლის ქვემოთ ტირის სანაპიროზე რო აშენდა დირსის ტერიტორიაზე არის 9 მაღალსართულიანი კორპუსი დგას და არც ერთი ბინა ქართველს არ აქვს ნაყიდი 3000 უცხოელი ცხოვრობს კომპაქტურად. ნუ აი არ ვიცი. ანუ ეს არის იმის ნიშანი რომ ის რაც თბილისში ასე მეგაპროექტები შენდება და ბათუმში მეგაპროექტები შენდება ამის შემძენები არ არიან ქართველი ეროვნების ხალხი და ეს აგერ თვალნათლივი მაგალითია რომ მარტო ბინები დღევანდელი მდგომარეობით 170,000 ბინა არის უცხოელების მიერ ნაყიდი 170,000 ბინაში 3 კაცი რო მიანგარიშოთ 9,000,000 კაცზე მეტი უცხოელი ცხოვრობს იმ 170,000 ბინაში და დემოგრაფიული საშიშროება ზუსტად იმიტომ არსებობს რომ ამ გზით რა თქვენ წაღამძანეთ მე უფრო მეგონა რომ 15 წელიწადში მაგრამ არა უფრო მალე არის საშიშროება 10 წელიწადში მერთმა დაიფაროს საქართველოს და 10 წელიწადში საქართველოში არა ქართველი მოსახლეობის რაოდენობა გადააჭარბებს ქართველი მოსახლეობის რაოდენობას და ბოლო სტატისტიკურ მონაცემს გეტყვით 2024 წლის მდგომარეობით 318,000 კაცს აქვს ბინადრობა საქართველოში. ნუ ეს არის ცალკე თემა. 318,000. ნუ სამწუხაროდ ჩვენი დრო იწურება და აპატიებს. საზოგადოებას თქო პატიებას, მე გთხოვთ ყველას, ვინც ამას მოისმენს, ხალხო გამოფხიზლდით. ჩვენი ქვეყანა დგას დემოგრაფიული გადაშენების საფრთხის წინაშე და ეს ყველაფერი არ არის ინვესტიცია.
ეს არის ქვეყნის გაყიდვა და გამოფხიზნით, სწორედ ხვალ და ზეგ გვიან იქნება და მე ვერ მეტყვით რომ საკუთარი ეზოებიდან გაგვაძევებენ და იმებს გაყიდიან და მიყიდიან სხვა ქვეყნის მოქალაქეებს. მე არც ერთი ეროვნება არ მძულს, მაგრამ ჩვენ ისეთი ეროვნების ხალხის ჩამოსახლებაზე ვაკეთებთ აქცენტს, რომლებიც თავისი ცხოვრების წესითა და თავისი ცხოვრების შინაგანი მდგომარეობით ჩვენსაც რადიკალურად განსხვავდება და ისინი ჩვენზე გაბატონდებიან და მოსამსახურეებად დაგიყენებენ და ამას ახლა გეუბნებით, სანამ შესაძლებელია ამის გაჩერება. მე ვეღარ გააჩერებ. მართალი ბრძანდებით არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ, აი ნამდვილად აი გული მტკივა და ნამდვილად სულად გვხდება გულზე ეს ყველაფერი. მიწებთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ვისაუბრეთ და საზოგადოებამ კარგად გაიგო, შეგიძლიათ გადაამოწმოთ თაწმინდის რაიონში რა მდგომარეობაა ზოგადად ფუნიკული ორთან ახლოს. იქ მაშინ, როდესაც ადამიანებს უმტკიცებენ ძალიან ესე ვთქვათ დიდი ჰექტრობით მიწებს და საერთოდ არ თხოვენ პასუხს იმაზე თუ როგორ მოიპოვეს მტკიცებულებაც იმის შესახებ რომ მათია ეს მიწა ან დაუშვათ როგორ დაიმტკიცეს შემდეგ არიან ადამიანები რომლებიც საერთოდ ვერ იფორმებენ მიწებს და ელოდებიან მერიის იმედად არიან დარჩენილები ეს არის ძალიან დიდი ესე ვთქვათ უსამართლობა რომელსაც ადამიანები არ შეეგუებიან და ყოველთვის გაიმარჯვებს სიმართლე როდესმე ან დღეს ან ხვალ მაინც ამიტომ მე ყველას მოგიწევდეთ იმისაკენ რომ დავიცვათ ჩვენი ქართული მიწა და არ მივცეთ იმ ადამიანებს იმის უფლება რომ ჩვენს ქვეყანაში ჩვენს მიწაზე იბატონონ და რა თქმა უნდა ჩვენ შეიძლება გავყარო კიდეც ჩვენი ქვეყნიდანვე სამწუხარო რეალობა ეს არის ეხლა თან არ მაქვს მტკიცებულებები ამიტომ არ ვისაუბრებ მაგრამ შემდეგში უახლოეს ერთ თვეში იქნება ამოღებული მტკიცებულება რამდენი ხალი არის გათხოვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და რამდენი ბავშვია დაბადებული ბოლო 25 წლის განმავლობაში რომლის მამაც არის უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩვენთან გავაშეროთ ეს გადაცემა მე გპირდებით აი ახლანდელ სტატისტიკას გეტყვი რაც ვიცი მაგრამ მტკიცებულება არ მაქვს ახლა მაგრამ გეტყვით მარტო აჭარიდან თურქეთში გათხოვილია 13500 ხალი მარტო აჭარიდან იმ 13500 ხალხს თითო შვილი რო ყავდეს 13500 თურქი ყავს უკვე საქართველოში რომლის დედაც ქართველია და მე ამ სტატისტიკას უახლოეს ერთ თვეში რომ მოვიპოვებ არ დამიწყებია დაპირება რომ არა მარტო ამ სტატისტიკას არამედ ბატონი მიხეილ ჩინჩალაძისა და ბატონი ლევან უსიძის აუცილებლებს არ დაიძინოთ ბატონებო მე თქვენ აუცილებლად გამხელთ არ დაიძინოთ თქვენ ერთი კორუმპირებული მაიმუნები ხართ და თქვენ ქონებებს გამოვაქვეყნებ უახლოეს ჩვენი ეთერის საშუალებით აუცილებლად გელოდებით დიდი მადლობა სტუმრობისთვის გადაცემაში მონაწილეობისთვის ხოლთ რომ გამოფხიზდეთ დიახ დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს ყოველთვის უყურებს და გვადევნებს თვალს ჩვენს ტელევიზიას უყურებს ასევე ჩემს გადაცემას გმადლობთ საინტერესო თემებით კვლავ შევხვდებით ერთმანეთს დროებით კარგად სანდებოდეთ